აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ყავს. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კენჭისყრით რუსლან აბაშიძე აირჩიეს. მთავრობის ხელმძღვანელის არჩევას წინ უძღოდა კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში, რომელიც დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავიდან 5 კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კონსულტაციების შემდეგ სესიას განსახილველად მხოლოდ რუსლან აბაშიძის კანდიდატურა წარუდგინეს, რომელსაც დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ბატონ რუსლანს კარგად ვიცნობთ, მას საკმაო გამოცდილება გააჩნია, განსაკუთრებით დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობის და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზეთის პრობლემა დიდი ხანია გაცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო პრობლემად იქცა და მისი მოგვარება აი სწორედ დაკავშირებული არის საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობასთან, საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომასთან. ამ გარემოებას თუ გავითვალისწინებთ, არა და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა ბატონი რუსლანის არჩევა ამ თანამდებობაზე სავსებით გამართლებულად მიმაჩნია. რაც შეეხება პროგრამას, ბატონმა რუსლანმა პრეზიდიუმის სხდომაზე, სანამ სესია გაიმართებოდა, ზოგადად მოხაზა თავისი შეხედულებები. 10 დღის ვადა ეძლევა მას, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა, წარადგინოს უმაღლეს საბჭოს წინაშე უკვე წერილობით ჩამოყალიბებული პროგრამა. ჩვენ მთავრობის ახალ შემადგენლობას აი ამ პროგრამასთან ერთად ვამტკიცებთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად რუსლან აბაშიძის არჩევის პროცედურულ მხარეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. ნუგზარ გალობლიშვილს მიაჩნია, რომ დაჩქარებული წესით აბაშიძის კანდიდატურის დამტკიცება მიუღებელია. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა თვითონ პროცედურა არის მიუღებელი. ჩვენაც ვთქვათ პროგრამა ვიცით მისი. არა, რაღაც კითხვებზე გასცა პასუხი, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ ასე კეთდებოდეს. მე არ მესმის საერთოდ რას ნიშნავს დაჩქარებული წესით სასწრაფო დღესვე აი ეს უნდა მოხდეს. ჩემი პოზიციაა ეს. ან თქვენ წინააღმდეგი ხართ ამ პიროვნების თუ ზოგადად? არა, აბსოლუტურად მე მიმაჩნია, რომ ამ პიროვნებას ექცევიან არასწორად. რატო ვაყენებთ ამ კაცს უხერხულ მდგომარეობაში? უმაღლეს საბჭოში რუსლან აბაშიძესთან გამართულ შეხვედრებს ომის ვეტერანების ესწრებოდნენ, რომლებსაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თავიანთი კანდიდატურა ყავდათ. შეხვედრის შემდეგ ომის ვეტერანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. თავად ჯანდრი უბირიამ კი ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ჩვენ დიდი ხანია მოვახსენეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ყავ ჩვენ კანდიდატი. გავაკეთეთ წარდგინება. ერთი კანდიდატურა განიხილებოდა ბატონი აბაშიძე, ბატონი ჯანდრი მოიწვიეს და უთხრეს, რომ თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. აქედან გამომდინარე ბატონმა ჯანდრიმ თქვა, რომ რახანს გადაეწყვეტა სახელმწიფომ, მთავრობამ, ჩვენ მთავრობის წინააღმდეგ არასდროს არ ვიყავი და არც ვიქნები და არასდროს. აქედან გამომდინარე გზა დავულოცა ბატონ აბაშიძე და წავიდა თავის სამსახურში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მთავრობის ახალი ხელმძღვანელისგან აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში სასიკეთო ძვრებს ელოდებიან. ერთი კანდიდატურა იქნა განხილული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ბატონ რუსლან აბაშიძის სახით და დეპუტატების უმრავლესობა მას მხარი დაუჭირა და ავირჩიეთ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად. ჩვენ რეგლამენტით გვეკუთვნის, რომ მას მივცეთ დრო 10 დღის განმავლობაში, როდესაც ის შეეცდება წარმოგვიდგინოს თავისი პროგრამა და ამასთან ერთად უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობის შემადგენლობა და ამის შემდეგ უმაღლესი საბჭო გამოუცხადებს ან არ გამოუცხადებს ნდობას იმ პროგრამასა და იმ კანდიდატურებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება. ეს გაიმართება ძალიან ინტენსიურ ფორმატში. უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ ისეთ საკითხს მიექცევა ყურადღება, რომლებიც ჩვენს დევნილებს აწუხებთ. თვითონ საკითხი აფხაზეთის პრობლემატიკა ერთობ მნიშვნელოვანია თავისი საერთაშორისო დანიშნულებითაც, იმ გამოწვევებით, რომლებიც გააჩნია ქვეყანას ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. ამ პიროვნებას ჩვენი აზრით უპირატესობა მიენიჭა, იმიტომ რომ გარკვეული დიპლომატიური საქმიანობის სტაჟი ჰქონდა. მინდა მიულოცო ბატონ რუსლან აბაშიძეს არჩევა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ჯერჯერობით მოვალების შემსრულებლად, მაგრამ სულ მოკლე ხანში ჩვენ კონსტიტუციაში მოვიყვანთ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და უკვე ავირჩევთ, ალბათ უახლოს მომავალში ეს იქნება თუ შეიძლება ერთი თვის პარაგრაფში, ჩვენ უკვე მივიღებთ ახალ კონსტიტუციას და ბატონ რუსთანს ავირჩევთ უკვე მთავრობის თავმჯდომარედ. უნდა გითხრათ, რომ ესე დიპლომატიური რანგის მქონე პიროვნება, როგორც რუსან აბაშიძეა, მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე უფრო ოპტიმალურია აფხაზეთის მთავრობისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აცხადებს, რომ უახლოეს 10 დღეში სამოქმედო გეგმას და მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. პირველი ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, საზოგადოების გაერთიანება და კონსოლიდაცია იმისათვის, რომ წარმატებით განახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც არის დაგეგმილი. რეგლამენტის მიხედვით 10 დღის განმავლობაში უნდა წარვადგინო კაბინეტი და წარვადგინო ასევე კაბინეტთან ერთად პროგრამა, რომელიც იქნება განხილვისაგანი და იმედი მაქვს, რომ უმაღლესი საბჭო დროულად განიხილავს და მომცემს საშუალებას, რათა შეუდგა ამ პროგრამის განხორციელებას.